საქართველოს პროკურატურამ სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების და ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 30 სექტემბერს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა სოციალურ ქსელ Facebook-ში გამოაქვეყნა ვიდეო ჩანაწერი, რომლითაც საქვეყნოდ სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება გააკეთა და 4 ოქტომბერს არჩევნების დღეს განსახორციელებულ კონკრეტულ ძალადობრივ ქმედებებზე ისაუბრა. ასევე ბრალდებულმა 1 ოქტომბერს მოსამართლის განჩინების საფუძველზე მისი დაკავებისას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს ძალადობით წინააღმდეგობა გაუწია. დაკავებულს ბრალდება სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების და ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობის გაწევის ფაქტებზე წარედგინა, რაც საშიელი სახედ და ზომად 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.